გამარჯობა. მე დავიბადე დამოუკიდებელ საქართველოში. ამ ფოტოზე ალბათ 1 წლის და რაღაც რამდენიმე თვის ვარ. 93 წელია სავარაუდოდ. ამ პერიოდში დავიწყე ლაპარაკი და ჩემი პირველი სიტყვები იყო აინთო. იმიტომ რომ ძალიან გამიხარდა შუქი მოვიდა. მეორე ჩემი სიტყვა იყო ჩაქრა, იმიტომ რომ წავიდა შუქი რა თქმა უნდა. და კიდე ერთი ფაქტი რაც ასე ვთქვათ, ჩემზე ჩემი ეგო მოგიყვებათ არის ის რომ 92 წელში არავის არ ეცალა დაბადების მოწმობის რედიზაინისთვის, ამიტომ ჩემი დაბადების მოწმობა სამწუხაროდ საბჭოთა კავშირის სიმბოლოებით არის დახმული. ძალიან გაბედული ნაბიჯი იყო, მაგაზე სანამ მოვდიოდი მაგაზე ფიქრობდი რა, ძალიან გაბედული ნაბიჯი იყო, უფულოდ, უყველაფროდ წავდექი, დავადე და წავედი სასწავლებლად. ეგ იყო ალბათ ყველაზე გაბედული. იმის მერე ყოველ ჯერზე სანამ რამე ნაბიჯს გადავდგავ, ცოტა უფრო რაციონალურად იმას უყურებ ხოლმე რა, მაგრამ ეგ იყო აბსოლუტურად ძალიან ახასიათებს სხვათა შორის გაბედულ ნაბიჯებს ემოციურობა რა, ანუ ძალიან აი როცა რაღაცნაირად რაციონალურობას ცოტა გვერდზე გადადებ და ემოციურად აი просто ხვდები რომ შენ როგორ მიხვედი მაგამდე, ანუ უეჭველი უნდა წასულიყავი და არა, просто იმ მომენტში ვიფიქრე რომ ეხა რა უყურებ რეალურად ალბათ რაღაც მომენტში შევცდი ძალიან კაი იყო რომ შევცდი ეგრე, მაგრამ ანუ იმ მომენტში რაღაც ტალღა დავინახე, რომელზეც მეგონა რომ ამის მეტი ტალღა არ იქნება და სხვა გზა არ არის, უნდა გავაკეთო რა. აი რაღაც გაბედულობა მაგარი. ცხოვრება რო გეჩქარება, რო მოსასწრები. კი, ეგ არის. კაი განცდა. მაგრამ ძალიან საკაიფო განცდა არის. ემოციურად ბედნიერი ხარ ყველა ვარიანტში. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაღაცეები ცუდად მოყვეს მე, მაგრამ ეხლა ამ კონკრეტულ ეტაპზე ცხოვრების გაბედულობა ნიშნავს, რომ აი ძალიან bold decision-ებს იღებ და იღებ შენ თავზე ისეთ პასუხისმგებლობას, რასაც მომენტ არ გიგისრება რა. ანუ შეგიძლია მაგის გარეშეც გამოძიო. ხო, ეგეთი ადამიანები, რავი, ძალიან ბევრი მეგმულება სინამდვილეში, ერთი კონკრეტულად ერთი ძალიან გამიჭირდება რომ დავასახელო. რავი, საშა, მაგალითად. ჩემთვის ძალიან გაბედული ტიპი არის, თვითონ ეხლა. კაცმანი, რავი, საშა მე ერთი ყავს მე. რამე კონკრეტ რა მაგალითად. ძალიან გაბედული ნაბიჯი იყო ის რის გამოც მე ეხლა დღეს საქართველოში ვარ. ანუ ის გადაწყვეტილება რომ ბანკში რატომღაც გადაწყვიტოს ადამიანმა რომ კრეატიული დირექტორი შეიძლება რამეს აკეთებდეს და ეს პასუხისმგებლობა აიღოს შენ თავზე, მე მგონი საკმაოდ დიდი გადაწყვეტილება არის, რაც რაღაც პონჩი დღემდე რაღაცნაირად ასე ვთქვათ მომყვება რა ეს გადაწყვეტილება ჩემზე. კიდევ ვიტყვი ერთ ძალიან ბოლო დღეს აი ხა ამ 2 დღის განმავლობაში არ ვიცი ჯიბლაძე თუზის აქ რეჟისორი, ანუ დეივიდან მე არ მქონდა ნამუშევარი 2-3 დღის წინ რაღაც პროექტი გავა. 26 მაისის პროექტი გავაკეთეთ ერთად და მე მგონია რომ საკმაოდ ეგეთი გაბედული რეჟისორი მე არც აქ არ შემხედრია და არც გააბედინეთ მე ყველაფერი რაც უნდა. მე მგონი კი არ ვიცი თვითონ იტყვის ალბათ მაგაზე. კი, მე მგონი გავბედეთ ძალიან ბევრი რაღაცა ერთად. მე მგონია რომ სკეპტიკური აზრი ძალიან საჭიროა ხოლმე საზოგადოებაში, მაგრამ ეს სკეპტიკური აზრი ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის არსებობდა ალტერნატიული აზრი და ეს ალტერნატიული აზრი, ინოვაციური აზრები ყოველთვის იმარჯვებდნენ ხოლმე ამ სკეპტიკურ აზრებს. თუ დავაკვირდებით მაგალითად, თვარეზე გაფრენაც თავის დროზე არარეალური იყო და კიდე უფრო ადრე საერთოდ ყელი იყო დედამიწა და არავის არ ჯეროდა რომ შეიძლება კოსმოსში ადამიანი წავიდეს. ხო, ამიტომ მე მგონია რომ არჩევანის წინაშე დგას ყველა ადამიანი ვინც სკეპტიკურად აზროვნებს და რაღაცა იდეას აკრიტიკებს ხოლმე, რომ არჩევანი არის ყოველთვის რომ ან დაიჯერო და იმუშაო იმისთვის რომ რაღაცას მიაღწიო, ან დარჩე სკეპტიკოსად და აკრიტიკო იქამდე სანამ ვიღაცა არ გააკეთებს ამ რაღაცას. ამიტომ მე მგონია ჩვენ აქ დღეს ვინც ვართ შეკრებილები, ჩვენ ვართ ის ადამიანები, ის უნდა ვიყოთ ის ადამიანები, ვინც რაღაცა იდეებს დაიჯერებენ და ამ იდეებს განახორციელებენ იმ დროს. ხანერთ მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება სანამ დღეს ჩვენ მოვედით, აი ესეთ ადამიანებზე არის დაფუძნებული. ესეთ ხო, ანუ ამის იქით აღარ სწავლობთ. ამიტომ მე მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ საზოგადოებას ყავდეს სკეპტიკური
ასე ვთქვათ, მოაზროვნე ხალხიც და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყავდეს ინოვატორები, რაღაცების შემქმნელები, ადამიანები, ვინც დაიჯერებენ არარეალურ რაღაცებს და მე ამ არარეალურ რაღაცებს მართლა რეალობად აქცევენ. ამიტომ მე მგონია, რომ ჩემ კითხვას გაეცდა. რატო არის ინოვაცია? იმისთვის რომ გჯერა. მე დამჯერა. და მეკითხა. არ აქვს მნიშვნელობა მე მგონი რომ რა ფორმის ინოვაციას აკეთებ. ინოვაცია ყოველთვის იმისთვის არის რომ ადამიანის აი რაღაც ცნობის მოყარეობა რაც გამოგვარჩევს სხვა species არის რა. სახეობებისგან აი ეს ცნობის მოყარეობა არის რამაც დღეს დომინაცია მოგვიტანა ამ პლანეტაზე, ხო? არის ეს ცნობის მოყარეობამ განვითარება მოიტანა, განვითარებამ ინტელექტი მოიტანა და ასე შემდეგ, ხო? ეს არის მე მგონი ის ყველაფერი, რამაც აქამდე მოგვიყვანა და თუ გვინდა რომ აქ არ დავრჩეთ და ცოტა წინ ვიყუროთ უკეთეს მომავალში, აუცილებელია ამისთვის ინოვაცია ყოველდღიურ და მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ ვართ იმ ეპოქაში, როცა ეს ინოვაცია ძალიან ხელმისაწვდომია. ანუ დღეს აღარ არსებობს არანაირი საზღვარი, არ არსებობს არანაირი შეზღუდვა. ერთადერთი შეზღუდვა არის შენი ტვინი, რომელიც გიშლის ხელს, სკეპტიკური ტვინი, რომელიც გიშლის ხელს რაღაცებს მიაღწევს. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც დღეს ჩვენ ჭირდება არის ერთიანობა. ყველაზე მეტად რაც გამარჯვებას ამ მომენტში ჭირდება არის რომ ჩვენ არ ვიყოფოდეთ ორად, არ ვიყოფოდეთ 4-ად და არ ვიყოფოდეთ 8-ad. ვიცი ირაკლი თუ არის დარბაში გაუხარდება. რეალურად მე ვფიქრობ რომ ყველაზე მთავარი ძალა არის ერთობაში და არა ერთნაირობაში. და მე ვფიქრობ რომ ჩვენ დღეს ბევრად მეტი გამარჯვება გვჭირდება ვიდრე რეალურად ლაპარაკობთ. და ამითი გორდელას თემასაც გავაგზავნები. მართლა ბევრს ლაპარაკობთ, მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი გამარჯვება გვჭირდება, თუ მართლა რეალურად პროგრესს გვინდა რომ მივაღწიოთ. ძალა ერთობაშია და არა ერთნაირობაში. ძალიან დიდი მადლობა. ეს